გამარჯობათ მეგობრებო, მოემზადეთ, რადგან ახლა გიყვებით ახალ თურქულ სერიალზე ველიათი. ეს არის Show TV-ს ის ახალი დრამა, რომელიც ჩვენს გულებს საშინლად მოიპარავს. სანამ გადავალთ ვიდეოზე, გთხოვთ გამოიწეროთ არხი, თუ ვიდეო მოგეწონებათ დალაიქოთ და შეკითხვებზე გიპასუხებთ კომენტარებში. რაიმე შეკითხვა ან თხოვნა გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარი. ახლა კი დავიწყოთ. წარმოიდგინეთ ხართ დიდ ავტოსადგურზე. იგრძნით ავტობუსების ყველანაირი ხალხის, მგზავრების, ვაჭრების მიხარ მოქნილი გზის ხალხის მუდმივი ხმაური. ეს არის ესენლერ ოთოგარი. მთავარი სცენა, სადაც ყველაფერი იწყება. ზულფიკარ კარსლი, ოთოგარის მეფეა. იმ დიდ ოჯახისა და ბიზნესის არქიტექტორი, მისი ჯანმრთელობა შესუსტებულია. გავლენა, ძალაუფლება, პატივი, ეს ყველაფერი ახლა მიბრუნებულია წინა პლანზე. მისმა გარშემოყოფებმა დაიწყეს კითხვის დასმა, ვინ დაიკავებს მის ადგილს. ახლა ზაფერი, ერთადერთი ვაჟი, რომელსაც ყველა ელოდება დაბრუნებას უცხოურ ქვეყნებიდან. ყველა მის მიმართ დიდი იმედით არის, მაგრამ ხვდებით ხოლმე, ოჯახური ურთიერთობებისთვის და მემკვიდრეობისთვის ბრძოლა არასდროს იძენს სიმარტივეს. და აი თიმური, უბრალო მუშათა ნაბიჯებით აღზრდილი, პრობლემებით შემოსაზღვრული ახალგაზრდა ბიჭი, მანქანის გაფრიალებული დეტალებში, ძველ პროექტებში, ოთოგარის ხმაურით სავსე ქუჩებში, მისი ცხოვრებაა ამასობაში საინტერესო გზავნილი. ერთ დღეს შემთხვევით თიმურის გზა გადაიჭიმება ზულფიკარის სახლთან და მისი ოჯახის ძალასთან. და ასე იწყება გადაუდებელი გამორჩევა, ვინ არის ნამდვილი ველიათი. ზაფერი თუ ვინც არავინ ელოდა თიმური. ახლა შევჯდებით ურთიერთობებზე. დოია, კუდრეტი, ჯენეთი, ზულფიკარის ქალიშვილები, კონკურენცია, იმედები, გულის სევდა, ცხელი გულები, ყველა თავიანთ გზას ეძებენ ოთოგარის გარესკენ, სხვანაირი ბედისწერით. ვალტრასინ, ერის გაგონილი ვეზირი, ვინც ოთოგარს შტამზე დგას, მაგრამ უკან ჩამოგდების შიში აქვს. მის თვალშია სიბნელე და შურის განცდა. შეიძლება მისი ფარული ამბები აღმოჩნდეს, ყველამ შეამჩნიოს. რეჰანი, ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოჯახის რიგიდობის ნაწილი გახდა. გათხოვდა ზაფერზე, მაგრამ მასშია სხვა ოცნებები, სხვა სურვილები. თიმურზე შეხვედრა მისთვის რაღაც ახალია, რაც აკარგვინებს იმ წესებს, რომლებიც მან იცოდა. ველიათი მხოლოდ სახლში ყოფნასა და ოჯახურ დრამაზე არ დგას. იგი აერთიანებს ოთოგარის კულტურას, ხალხს, ხმაურის ხმებს, მგზავრების გზას, ვაჭრების ცხელ განწყობებს. ამ ადგილის სიმბოლიკა ძალიან ძლიერია. სცენარი არა მხოლოდ ღირებულებებითაა სავსე, გამოწვევებითაც, რომლებიც თქვენს გულზე წვავენ. სიყვარული, мотиваცია, ისტორია, ყველაფერი ერთმანეთთან ფერხდება. ასევე თითოეული პერსონაჟი პრობლემების წინაშეა, არა მხოლოდ ოჯახური ამბების, არამედ პირადი სინამდვილეების, შიში, დანაკლისი, შესაძლებლობა შესდომებისთვის იდუმალი წარსული. თითოეულის ბედისწერა შეიძლება ჯერ კიდევ არ ზენირდება, მაგრამ ისინი უკვე გზაზე დგანან. მოდით ახლა დასკვნა გავაკეთოთ. ველიათი არის სერიალი, რომელიც გთავაზობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალო დრამა. ეს არის ბრძოლა, ეს არის დანაპირებები, დარდი და იმედი ერთად. თუ გიყვართ ისტორია, რომელიც გამოგიყვანს თქვენს კომფორტის ზონიდან, სადაც ადამიანს არასდროს შეუძლია ჩანს ისე, როგორც იფიქრებს, ეს სერიალი თქვენთვისაა. იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. რაიმე შეცდომა თუ მაქვს და ჩემი შეცდომის შესწორება თუ გინდათ, ან რამის გაუმჯობესება თუ გნებავთ, შეგიძლიათ კომენტარებში მითითოთ. აუცილებლად შევხედავ ყველა კომენტარს და შეძლებისდაგვარად გიპასუხებთ. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ.